ახლა ვიცი რომ ამ ვიდეოს აპოკალიფსი მოყვება ძალიან უწი-პუწი საზოგადოებისგან, მაგრამ იმ მამას მაინც არ ვღალატობ. მე ვიყივლეფო და რაიც რა ხდებაო. მოკლედ, ეს 13, 14, 15, თუნდაც 17 წლის გოგოები რო გყავთ, ანგელოზებივით, გრძელ ტანფეხიანი და არ ვიცი მართლა თვალს რო არ დაენახება ეგეთები, ღმერთმა ყველას გიბედნიეროთ, რომ დააყენებთ ხოლმე ესე რაღაცა სექსუალურ და ეროტიკულ ფორმებში, ან ბანკეტებზე, დაბადების დღეებზე, ისე რამე საღამოებზე, ან თუნდაც რა ვიცი, სველით მით თუ ცავში აყვავილი თვალებით და ტუჩზე ყბენით და აი არ ვიცი რაღაც სასწაულ საოცარ ფოტოებს რო უღებთ, მშობლებიც მე აფრიალებთ ამას სოციალურ ქსელში და ან თვითონაც აძლევთ ამის ნებას. ანუ რა დატვირთვა აქვს ამას და რა მიზნად რა უდევს და რა ფუნქცია აქვს საერთოდ აი ესეთი ფოტოების ან გადაღებას და ან მე მით უმეტეს სოციალურ ქსელებში დადებას. მით უმეტეს ამ ეპოქაში და საერთოდ ყველა ეპოქაში, ძველ დროში უბრალოდ ინტერნეტი არ არსებობდა, არ ვრცელდებოდა ინფორმაციები, თორე ყოველთვის არსებობდა პედოფილიაც, ყოველთვის უფათურებდნენ ბავშვებს, ხელებს ბიძები, ბაბუები, მამებიც კი, დეიდაშვილები, მეზობლის კაცები, არ ვიცი, ყოველთვის ხდებოდა და მით უმეტეს დღეს, შენივრად ვიცით, ალბათ სტატისტიკასაც უსმენთ ხოლმე, რამდენი ადამიანი იკარგება ყოველ დღე, რამდენი საუპატიურებენ, რამდენთან ხდება ეგეთი რაღაცა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ეგეთი ინციდენტები. ანუ ძალიან ცუდ რეალობაში ვცხოვრობთ ამ მხრივ. და ამას კიდევ ვამატებთ, რომ აი ესეთი პატარა ბავშვები, რომელსაც თავის დაცვაც კი არ შეუძლია ჯერ, პირდაპირ ნავთ სასხამენ ცეცხლზე. მე ახლა იმას არ ვამბობ, ადრე რო ერთმა ავადმყოფმა ქალმა დამიწერა რაღაც პედოფილებზე რო ვსაუბრობდი და ტიტლები რო დადიხართ, მაგის ბრალია ყველაფერი, პედოფილს არ ჭირდება ტიტულის სიარული. თლად რო ჩადრი ჩამოიფარო და არ გიჩანდეს არაფერი, იმას მისი ბინძური აზრები აქვს და ამას არ ეშველება არაფერი. მაგრამ შენ რო იყო დაცული ამ დანაშაულებებს და ამ საზიზღარ ავადმყოფობებს არ შეუწყო ხელი, რატომ არ არის ეს შესაძლებელი? გარდა პედოფილებისა, ამ სამყაროში გვყავს მათი ტოლა ბიჭებიც, რომლების ჰორმონებიც მოგეხსენებათ პიკს აღწევს ამ ასაკში. და აი ესეთი ფოტოების მერე რომ რაღაცას მიწერენ ან ცოტა ისეთ ინტერესს გამოიჩენენ ან რაღაც ისეთი მოხდება, მერე მიდის ვაიმე ბიჭმა შევარცხო მიაყენა და შეაცდინა და მე ვარ ორივე სქესის დედა. ანუ ბიჭის ყავს და გოგოც და ასევე ვარ ქალი. არც ჩამორჩენილი და რაღაცა მე-17 საუკუნის მგონია ჩემი თავი, ჩემშვის, ჩემი ხელით შევუღებეთ მა ბიჭს ყურიც გაუხრიტებ, იმიტომ რომ თინეიჯერია, ასე უნდოდა, სიახლის ცდა უნდოდა და იქიდან გამომდინარე რომ არავის ვნებდა ეს მისი ქცევა, ანუ ის თვითონ შეიღებოდა და ყურს გაიხრეთ და არც თვითონ მუშავდებოდა ამით რამე და არც სხვას. ამიტომ ძალიან მარტივად უგულებელ ვყავით მაგული ეკლესიურების და კეთილი მეზობელი ნათესავების აზრები და გავაკეთებინე ის, რაც უნდოდა თვითონ. ხო და ანუ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველაფერი განზე გავწიო და ფეხი ავუწყო ჩემი შვილების განვითარებას, სურვილებს, ასაკს და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეც როგორც ქალს ძალიან არ მომწონს, ძალიან მესაზიზღრება, როცა ინტერნეტ სივრცეში ვხედავ ასეთ ფოტოებს. ვულგარულზე მაქვს საუბარი, სექსუალურზე და გამომწვევზე და არა ლამაზზე. შეგიძლიათ რა თქმა უნდა გადავიღოთ ლამაზი ფოტოები, ლამაზ კაბებში, ლამაზ ადგილებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ლამაზი და ვულგარული საერთოდ სხვადასხვა რამეა. და ვულგარული და სექსუალური და გამომწვევი უნდა იყო საკუთარ პარტნიორთან საწოლში, ოთახში და რაღაც პირად სივრცეში და არა ასე საქვეყნოდ. გარდა იმისა, რაც უკვე ვახსენე, კიდე ერთი პრობლემა შეიძლება დავარქვათ ამას, არსებობს, როცა აი ესეთი ფოტოების გადაღებას ვაჩვევთ გოგოებს, მერე ისინი შექმნიან ოჯახებს ქართველ მამაკაცებზე, ქართველი მამაკაცების აზროვნებაც მოგეხსენებათ და მერე ის ახალი ქმარი, რა თქმა უნდა დაუშლის და არ იქნება თანახმა ეროტიკული ფოტოების გამოფენაზე, მერე იქ მიდის, აი მოძალადია და ტოქსიკურია და აი ბჭყალებში აქცევს და რაღაც ჩარჩოები დაუდგინა და ასე შემდეგ. მე როგორც ქალი და გოგოს დედაც, რა თქმა უნდა ძალადობას არ ვეთანხმები და დაგვიფაროს ღმერთმა და დაიფაროს ის თუსადმე არსებობს, მაგრამ ასევე მე როგორც ქალი და ცოლი, როცა უკვე პარტნიორთან ერთად ცხოვრობ, აღარ ხარ მარტო, არსებობს უკვე ჩვენ და ის რაც არ მოწონს ჩემს ქმარს და არის მისთვის მიუღებელი, გააჩნია აქაც რას, ჩემთვისაც რა თქმა უნდა არ უნდა იყოს მისაღები. და ეს ახლა რაზეც მე ვსაუბრობ, წესით საკამათოც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ აი ესეთი ფოტოების დადებას რა დადებითი მხარი აქვს. მე შეიძლება ვერ ვხვდები და დამიწერეთ. თუ არის მოდელი, რაღაც სამსახური და პროფესია ეს მისი და ასე შემდეგ, ეს ნუ გასაგებია, მაგრამ ჩვეულებრივი ბავშვები
ვიმეორებ 12, 13, 15 წლის ასაკში. აი ესეთი გამომეტყველებებით და ისეთ პოზებში იღებენ ფოტოებს, ადამიანმა შეიძლება საცურაო კოსტიუმში გადაიღოს, მაგრამ არ იყოს ვულგარული, ისეთი გამოხედვა ქონდეს რაღაც საჩვეულებრივი, მაგრამ შეიძლება საერთოდ დაფაული ქონდეს სხეული და ფოტო იყოს ვულგარული. ანუ გამოხედვა, იქ რაღაც დგომა და იქ რაღაც თვალები და თმები, სველი და ნუ რაღაც გაგყავთ სადღაც ეს ბავშვები, მე მგონი ხელოვნურად, იმიტომ რომ აყევით მოდას. ხო და რავი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე ვიყივლებ და იქნება გათენდეს ვინმესთან, იქნება ვინმე მამას ყურადღება მიაქციოთ. არ შეიძლება ყველაფერზე ასე მოდას და ტრენდს აყვეთ, მით უმეტეს ამდენი რეალობაში, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, ყველა ფეხის ნაბიჯზე. მე მგონი ყველა მეათე კაცი პედოფილია და ყველა მეათე კაცი ავადმყოფია. და ამ ყველაფერს კიდევ უმატებთ იმას, რომ ესე ბავშვების ფოტოებს აფრიალებთ, ხან ფეხები აქვთ აწეული, ხან კედი გადმოყრილი, ხან ესე თვალები განაბული და აი არ ვიცი, მე როგორც ხალს მე მაღიზიანებს ახლა წარმომიდგენია კაცი, მით უმეტეს ავადმყოფი კაცი, ამ ფოტოების დანახვისას რა აზრები შეიძლება წამოვიდეს თავში. და რავი, აბა გელოდებით კომენტარებში და მზად ვარ აპოკალიფსისთვისაც. თუ კი ერთ ბავშვს მაინც გადაარჩენს ეს ვიდეო რაღაცა საშინელებებისგან.